მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემა არის პოსტ-კოვიდური გართულებები. როგორც ვიცით, რამდენიმე წლის წინ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მსოფლიო ებრძოდა პანდემიას, COVID პანდემიას. სამწუხაროდ, რამდენიმე მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ამ დაავადებით. ბევრმა ადამიანმა გადაიტანა და გადარჩა, მაგრამ ამ დაავადებამ დაგვიტოვა ძალიან ცუდი რთული გართულებები. სხვადასხვა ორგანოების მიმართულებით, ისე როგორც ნერვული სისტემის მიმართულებით, ასევე შინაგანი ორგანოების მიმართულებით. და დღემდე მიმდინარეობს კიდევ კვლევები, თუ რა სახის ზიანი მიაყენა ჩვენს ორგანიზმს ამ ვირუსმა. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენ დღეს მოვიწვიეთ კლინიკა ემედიცის ექიმი ნევროლოგი ქალბატონი ანა ჩიკობავა და თქვენ შეკითხვებს იგი ამოწურავად უპასუხებს. მოგესალმებით ქალბატონო ანა, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. როგორც უკვე თქვი, ძალიან ბევრი გართულება დაგვიტოვა ვირუსმა. ნევროლოგიური გართულებები ერთ-ერთი ძირითადი გართულებებია, რომელიც ვირუსის შემდეგ აღინიშნება. მინდა გთხოვოთ შეაფასოთ ადამიანის ორგანიზმი, რა ცვლილებები განიცადა ამ დაავადების შემდეგ და ეს გართულებები რაში აისახება, რა სიმპტომებით, შესაძლოა რაღაცა სიმპტომები გქონდეს, მაგრამ ჩვენ საერთოდ არ ვაკავშირებდით ამას COVID-თან და სინამდვილეში იყოს პოსტ-კოვიდური გართულება, რომელსაც სერიოზული კვლევა, დიაგნოსტიკა და შემდგომ მკურნალობა ჭირდება. ყურადღებით უსმენთ თქვენს რჩევებს და გისმენთ, რას გვეტყვით. პირველ რიგში თვითონ მწვავე პერიოდში რა იყო დამახასიათებელი? დამახასიათებელი იყო ის, რომ ვირუსი, რომდესაც სისხლში და ორგანიზმში ვრცელდებოდა, ასეთ შემთხვევაში იწვევდა სისხლის ერითროციტების, ანუ წითელი ბურთულების დაშლას თვითონ სისხლის ნაკადში, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ ერითროციტის დაშლა ხდება ელენთაში, ანუ ძველ ერითროციტს ჩაიჭერს ელენთა დაშლის და იმის დაშლის პროდუქტები ესე თავისუფლად სისხლში არ ხვდება. როდესაც თავისუფლად ხვდება სისხლში ერითროციტის დაშლის პროდუქტები, ის ძალიან ბევრ ორგანოზე მოქმედებს. პირველ რიგში ყველაზე ცუდი მოქმედება თავის ტვინის, რაც შემიძლია გითხრათ, ჰემოგლობინი, ნატიური ჰემოგლობინი, რომელიც ერითროციტის დაშლის შედეგად მოხდება ჰემატოენცეფალური ბარიერის წინაშე, ის ახდენს მის პენეტრაციას, ანუ ფორებს აკეთებს პირდაპირ ჰემატოენცეფალურ ბარიერში. შემდგომ ეს უკვე განულადია ყველაფრისთვის, ვირუსისთვისაც, იმუნური უჯრედებისთვისაც, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისთვისაც. ეს უთხრათ ჰემატოენცეფალური ბარიერი. ჰემატოენცეფალური ბარიერი ეს არის თავის ტვინის ნერვული ქსოვილი, ესე პირდაპირ არიცავს მარტო თავს, იმას აქვს სამი ძირითადი შემადგენელი კომპონენტი, რომ თუ კი ჩვეულებრივი სიძაღვის უჯრედსა და უჯრედს შორის შეიძლება რაღაცა გაძვრეს, გაიპაროს, იქ ისეთი მყარი შეწებებაა, რომ იქ ვერაფერმა ვერ უნდა გაძვრეს და ვერ გაიპაროს. პენეტრაცია ხდებოდა და ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ხდებოდა ძალიან ბევრი ნივთიერების და ბევრი უჯრედის, ძალიან ბევრი ქიმიური კომპონენტის გადასვლა ნერვულ ქსოვილში. ნერვულ ქსოვილში, ეს ნერვულ ქსოვილში დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რკინის და ჰემოგლობინის დალექვა ხდება ნერვულ ქსოვილში, ეს ცნობილია, რომ ერთ-ერთი წინაპირობაა მეხსიერების გაუარესებით. ამაზე მეც ვილაპარაკებ. მაგრამ ყველაზე მეტი რაც გამოიწვია, კაპილარის გასწვრივ გამოიწვია ანთებითი პროცესები, ლიმფოციტების და ეს იმუნური უჯრედების დაგროვება და გამოიწვია ესეთი პატარ-პატარა ენცეფალიტები, რომელმაც სიძარღვის კედლის შემდგომ ფიბროზი და ძალიან ბევრი რაღაცის გაუარესება. თავის ტვინში არსებული კაპილარების გასწვრივ გამოიწვია ფიბროზებით და გამოიწვია ეს ანთებითი პროცესის შედეგად ამ კაპილარების და სიძარღვების სტრუქტურების ცვლილება. იმდენად, რომ მწვავე პერიოდში თუ ნევროლოგიური გართულებები იყო, ძალიან ხშირი იყო ჰემორაგიები, ანევრიზმები, სისხლჩაქცევები, ინსულტები, ეს ძალიან ბევრი იყო. ახლა იმის შემდეგ, რაც უკვე გავიარეთ ეს ნაწილი, ხო, ამის შემდგომ უკვე მოხდა იმ სიძაღვის კედლის ხელახლა რეორგანიზება, რა თქმა უნდა, რაღაცა ნაწილი ორგანიზმა სუნთლიანად შეცვალა და გადააკეთა, რა თქმა უნდა, და აღადგინა, მაგრამ არის ადგილები, სადაც
ესეთი რეორგანიზება ვერ მოხდა და როდესაც რა უნდა გკითხო, ძირითადად აქტიურ პერიოდში იყო ისეთი სიმპტომები, როგორც იყო ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა და ეს დაკავშირებული იყო აი ამ ცვლილებებთან. კი, რა თქმა უნდა, საყნოსავი ბოლქვი ეს არის ისეთი ორგანო, აი მოზრდილი ადამიანისთვის ისეთი ნაწილია ნერვული ქსოვილის, რომელიც მონაწილეობს ახალი ნეირონის წარმოქმნაში და ნერვული ქსოვილის განახლებაში. აღდგება სრულად, აღდგაში. ბევრთან აღდგა სრულად თუ არ მოხდა ჩარევა, რა თქმა უნდა, ჯობია რომ სამკურნალო საშუალებებით ჩავერიოთ აქ და არავის არ ეგონოს, რომ ეს უბრალოდ სიმპტომი, ეს არის წინაპირობა შემდგომ მეხსიერების გაუარესების. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ერთსახად. ჯერ აი ამას დაუბრუნდეთ და არის პაციენტები, როდესაც მოდიან და რა თქმა უნდა, ჩვენ გამოკვლევებიც გვაქვს უამრავი, რომელიც მოაქვს პაციენტს, იმიტომ რომ თავის ტკივილის სინდრომები სხვადასხვანაირი დაგვიტოვა კოვიდმა. და ვნახულობთ, რომ იქ არის წერტილოვანი იშემიური უბნები დარჩენილი კოვიდის შემდგომ, რომელიც საჭიროებს დიფერენცირებას სხვა დაავადებებთან, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ვაკეთებთ მის დიფერენცირებას, მაგრამ ძალიან ბევრი პატარ-პატარა იშემიური კერა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ როდესაც ერითროციტი იხლიჩება და გადმოდის მის შიგნით არსებული ადენოზინი სიცხლში, ის იწვევს თრომბოციტების აგრეგაციას და დათრომბვას. ხო, აი როგორც ციც რო გავიჭრით, ის როგორ ხდება ორგანიზმი, რომ უნდა კოლტი წარმოქმნას იქ და შეახორცოს სწორედ იმ ნივთიერებებით, რაც არის ერითროციტის შიგნით. და ამ დათრომბებაც ძალიან ბევრი უბანის ესეთი იშემიური ცვლილებები გამოიწვია. ახლა იტყვით, რომ თავის ტვინი, რა თქმა უნდა, უნიკალური ორგანოა და მას შეუძლია აღადგინოს ბევრი რაღაცა. მაგრამ თუ არაფერი არ უშლის ხელს, ასეთ შემთხვევაში. შესაბამისად, მე მჭირდება უკვე, რომ ჩემს ორგანიზმში პერიფერიაზე აღარ იყოს დარჩენილი ის ცვლილებები, რაც ხელს შეუშლის ნერვული ქსოვილის განვითარებას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ახლა ჩვენს ქვეყანაში ეს კვლევები არ ხდება, მაგრამ ამერიკის უნივერსიტეტებში და საკვლევო ცენტრებში ძალიან ბევრი კვლევა არის და აღმოჩნდა, რომ იმუნურ სისტემაში დაწყებული იმუნური პასუხები, რომელიც უნდა გაჩერებულიყო, აღარ გაჩერდა. იქ CD4, CD8 ეს ფრაქციებია ეს იმუნური უჯრედებისა, რომელიც ისევე დიდი რაოდენობით აგრძელებენ ცირკულაციას სისხლში. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი აღარ ცირკულირებს. მიუხედავად იმისა, რომ იმუნური პასუხი არის. იმუნური პასუხი, როდესაც არის, მარტივად აი ხა პაციენტის ენაზე როა, ის რაღაცას უნდა დაეტაკოს, ხო? ხადია. და ის რა თქმა უნდა დაეტაკება ორგანოებს, სხვადასხვა ორგანოებს. ახლა კოვიდის დროს ასევე მოხდა ძალიან ბევრი ენდოკრინული დაავადების პროვოცირება, იმიტომ რომ ფარისებრი ჯირკვლის მიმართ რო დაიწყო აგრესია, იმან დაშალა ფარისებრი ჯირკვალი, მერე ავტოიმუნური პროცესი წამოვიდა, ავტოიმუნური თიროიდიტია და ჰორმონალური ცვლის დარღვევა მოგვცა. ჰორმონალური ცვლის დარღვევას უკვე თუ კი ანტისხეული წამოვიდა ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული რა ქვია, ერთეულების მიმართ, ხო, მაღალი ტიტრები, აი მაგალითად ვნახულობ 1300-ია ანტიტპო ეს არის ერთ-ერთი ანტისხეული, ის არის უკვე რისკ ფაქტორი კრუნჩხვითი აქტივობებისა. ანუ იმან უკვე არა მარტო კრუნჩხვითი აქტივობები, უკვე მოგვცა შფოთვითი აშლილობებში გარკვეული კომპონენტების შეტანა, ისეთი, რომელიც სანამ ეს ტიტრი არ დაიწევს, ხო, მანამდე ყოველთვის იქნება გამღიზიანებელი. რატომ? იმიტომ რომ სისხლში არსებულ მაკროფაგს ეს იმუნური დიდი უჯრედია და თავის ტვინში არსებულ მიკროგლიას, ეს თავის ტვინის იმუნური უჯრედი. აქტივაციის ერთი და იგივე მექანიზმი აქვს. ნივთიერება, რომელიც ამას აქტივებს, ასევე აქტივებს იმ მაკროფაგს. გააქტივებული მაკროფაგი ნეირონს ჭამს და გააქტივებული გლიური უჯრედი ნეირონს ჭამს და გააქტივებული მაკროფაგი კიდე პერიფერიაზე ებრძვის სხვადასხვა ორგანოებს, როდესაც ბაქტერია არ ხვდება. ამიტომ ამან საკმაოდ რთული მდგომარეობა შექმნა ნერვული ქსოვილის რეგენერაციისთვის.
იმიტომ რომ სადიაგნოსტიკოთაც შეიძლება არც დაუკავშირდეს post-covid. არა, არც ვერც დაუკავშირებთ ამას. ისევე როგორც ისემიური უბნების გაჩენა და აქ გვჭირდება დიფერენციაცია. აქაც გვჭირდება დიფერენციაცია. აუტოიმუნური დაავადებების დროს ხო, შეიძლება არანაირად არ ვიფიქროს ენდოკრინოლოგმა. ხო, არა, ხო, მარტო ენდოკრინოლოგმა არა, აქ ჯგუფმა უნდა იმუშაოს უკვე პაციენტთან. იმიტომ რომ შეუძლებელია ყველაფერი ერთმა ექიმმა ისწავლოს და ერთმა ექიმმა მოძებნოს. ფარისებრჯირკვას რა თქმა უნდა თავისი გავლენა აქვს ნერვულ ქსოვილზე. მისი ცვლიდა ხო, ახლა ეს ყველა მიცის პატარა ნერვები რო აეშლება ახლობელს და მეგობარს პირველი რასაც ეთქვენ წადი ფარისებრჯირკვალი ნახე რა ანუ შფოთვით აშლობებს და ასე ვთქვათ ჩვენ რასაც უძახით იმ პანიკურ შეტევას ეძახიან თუ ნევროს ეძახიან ამას საკმაოდ აპროვოცირებდა ეს და აპროვოცირა მაგრამ ამის უკან და ანუ უკუმიმართულებით განვითარება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ხა ჩვენთან ლაბორატორიებში შეუძლია განსაზღვროს 1300-მდე ტიტრი თუ არის ამ ანტისხეულის. იმის ზემოთ უკვე აღარც საზღვრა, იმიტომ რომ შეიძლება 5000 იყოს. შეიძლება მეტი იყოს, შეიძლება იყოს, ხო, უბრალოდ 1300-ს გიწერენ და მეტია 1300-ზე, მაგრამ რამდენია? რამდენი აღარ. 1400, 1600, 1500 აღარ იცი. ამ შემთხვევაში კონსილიუმი მკურნალობს პაციენტს და ამ ანტისხეულების მიმართ სამკურნალო საშუალებები სამწუხარო ჯერჯერობით არ აქვს. და სანამ ის თავისით არ დაიწევს რამოდენიმე წლის განმავლობაში, ის ყოველთვის უჩხიკინებს, ასე ვთქვათ, ნერვულ ქსოვილს. შესაბამისად, მარტო ეს არა მიზეზით ძალიან ბევრია, მაგრამ ეს ერთი მიზეზიც ყოფნის იმისთვის, რომ ადამიანის გუნება-განწყობა იყოს შეცვლილი. ხასიათი, იმპულსური ქცევა, უხალისობა, დათრგუნული ახალი იდეებისადმი, ყველაფერი გვეზარება, ვერ ვაკეთებთ მობილიზებას. რა თქმა უნდა, ძილღვიძილის ციკლი პირველი რაც ირევა ანტისხეულები ძილღვიძილის ციკლია. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რისკ ჯგუფი არის კრუნჩხვითი აქტივობებისადმი. ანუ შეიძლება ეპილეფსიური კრუნჩხვა არ გამოიწვევს, მაგრამ სხვა ტიპის რაღაცა განტვირთვები მოგწეს. კოვიდის შემდგომ კვლევებით არის ასევე დადასტურებული ის, რომ ძალიან აი ესეთი ნერვული ქსოვილის დაზიანების და ვეგეტატიური ბირთვი, ეს არის თავის ტვინის ის ბირთვი, რომელიც თვითონ არეგულირებს ყველა ორგანოს ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას და ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ მე რო საჭმელი შევჭამე, ახლა უნდა მოვინერო იმას თავისით აკეთებს. აი ეს უბანი სწორედ თავის ტვინის ეს უბანი ყველაზე თხელი ჰემატოენცეფალური ბარიერითა დაფარული და იქ ბაზალური მემბრანა შეღწევა ყველაზე იოლად ხდება შეღწევა რა თქმა უნდა და ყველაზე მოწყვლადი ხდება ეს და შესაბამისადაც მარტო ეს არა ხა თალამუსი არა იქ მთელი თავის ტვინი არის ჩართული ძილღვიძილის ციკლი ხა თქვენ რახან ახსენეთ კოვიდის შემდგომ დადასტურდა ის რომ ძალიან გახშირდა ძილის აპნოების რაოდენობა ანუ ძილის აპნოე რო აუხსნათ რა არის პაციენტებს ეს არის მდგომარეობა, როდესაც ძილის დროს სუნთქვის ცენტრი შეჩერება ხდება და უფრო ხანგრძლივდება ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის პერიოდი. და თუ კი ეს გარკვეულად ცოტა უფრო მეტია, ამ შემთხვევაში სატურაცია, ანუ ჟანგბადის გაცვლა ქვეითდება და ორგანიზმი გადადის გიპოქსიურ მდგომარეობაში. ანუ თავის ტვინსაც არ მიეწოდება არც სხვა ორგანოებს, მაგრამ მე თავის ტვინზე მაქვს ლაპარაკი. ამბობენ ხოლმე, რომ აი სუნთქვას აჩერებს ძილში. ხო, სუნთქვას აჩერებს ძილში. რამდენად საშიში შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა, საშიშია, რა თქმა უნდა. მეორეც ერთი, თუ კი ესეთი მდგომარეობა პაციენტის მეორე დღეს დაღლილი იღვიძებს ყოველთვის, მეხსიერება მკვეთრად კლებულობს და ასევე გიპოქსიური მდგომარეობა ცუდად მოქმედებს გულსის ზაღვთა სისტემაზე. და გულის ძალიან ბევრი დაავადების პროვოცირება შეუძლია მოგვცეს. და რა თქმა უნდა, ამას უნდა უკვე კვლევა და უკვე უნდა ჩავეკითხოთ პაციენტს და უნდა მაშინ, როდესაც ამდენი არ იყო. კოვიდამ. შემდგომი რაც გამოიწვია, ეს გამოიწვია ისეთი ანუ სიფხიზლისა და ძილის ისეთი დარღვევები, როდესაც დღისით არის შეტევითი ხასიათის ხანმოკლე ჩაძინების ეპიზოდები.
აი, შეიძლება სუმთლად ჩაძინებამდე არ მივიდეს პაციენტი, მაგრამ აი გაბრუდეს, ინგლისურად ისინი brain fog ეძახიან, მაგრამ გაბრუება, როდესაც თითქოს აქ არა ვარ, თითქოს გვეძინება, თითქოს დავიღალეთ. მეხდით, აი ესეთი ეპიზოდები შეიძლება იყოს. ესეც არის აი ამ დარღვევის შედეგი. ახლა გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვნად დაარტყა ორგანიზმის იმ სისტემებს, რომელიც იმუნური პასუხზე არის პასუხისმგებელი, ეს არის ნაწლავები. და ესეც ცნობილია, რომ ახლა კოვიდის დროს ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა ნაწლავის ფლორა. სუნთლიანად შეიცვალა. სამწუხაროდ ძალიან ბევრ პაციენტში მოხდა ნაწლავის ფლორის ტრანსლოკაცია სისხლში, ანუ ნაწლავში რა ბაქტერიაც იყო, აღმოჩნდა ის სისხლში. ესეთი ტიპის სეპსისები ინფექციონისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ძალიან მძიმე სამართავია და ხშირ შემთხვევაში ლეტალურად თავდება, იმიტომ ორგანიზმს მის წინააღმდეგ საბრძოლო არანაირი, იმიტომ თავისი გონია და არ ებრძვის და ჩვენ ამდენი ანტიბიოტიკი არ გაგვაჩნია, რომ ყველაფერ ამას ვებრძოლოთ. მაგრამ გარდა იმისა, ვინც გადავრჩით და ვისაც ესე მძიმედ არ გავიარეთ, ნაწლავის ფლორა იმდენად შეიცვალა, რომ იქ მოხდა ზედაპირების ატროფია, მოხდა ზედაპირული ეზინოფილებით ინფილტრაცია, შესაბამისად მონელება და შეწოვა იმ ნივთიერებისა, რომელიც თავისთვის სჭირდება, აღარ არის. სიმპტომატიურად რამდენად გამოვლინდება ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში არ გამოვლინდება ნაწლავის სიმპტომებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გავს ნაწლავის ავტოიმუნურ დაავადებებს, როგორიცაა ცელიაკია, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელიც უკვე ერთად უნდა უმკურნალოს დაუშვათ ფსიქონევროლოგმა, ფსიქიატრმა და რა ქვია, გასტროენტეროლოგმა. იმიტომ რომ აქაც უკვე აი ის უჯრედი, რომელიც არის ნაწლავში და რომელიც ნაწლავის ლორწოს გამომუშავებას, სითხის გამომუშავებას, ჰორმონალური გარკვეული და მომნელებელი წვენის გამომუშავებაში მონაწილეობს და შეწოვაში მონაწილეობს, იმასაც ზუსტად ის აქტივაციის მექანიზმი აქვს, რაც იმ მაკროფაგს, რაც იმ მიკროგლიას ხთით ერთმანეთია. ორგანიზმი დაგვიპირისპირდა, ასე ვთქვათ. ერთმანეთია აწყობილი. ხო, ერთმანეთია აწყობილი და ეს პოხიერი უჯრედების აქტივაციის სინდრომი ბევრ რაღაცას მოიცავს, აი ურტიკარიას, კანზე, აი როგორ ჭინჭარივით გამონაყარს, მზეზე რეაქციას და ერთი სხვათა შორის მოვიწე ხა რა თქმა უნდა მეც გადავიტანე ეს მძიმეთ ეს კოვიდი და შესაბამისად ჩემი თავისთვისაც უამრავ რაღაცას ვკითხულობ, რომ ერთ-ერთი ძალიან მარტივი მეთოდი ამასთან განსამკლავებლად და ამ პროცესების გასაჩერებლად, რაც შემიძლია მე ურჩიო პაციენტს ისე რომ არ დააზიანოს თავისთავად, ეს არის ჭინჭრის ნახარში. ხო, კიდევ იყო სხვა ორი ბალახი მოწოდებული, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ არის და ინდოეთში მოიპოვება, მაგრამ მე რაც მოვძებნე ის მაინც გავაჭრელოთ ეს ორი ბალახი თუ გახსოვთ. არა, ზეპირად არ მახსოვს, ამოწერილი მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ აღმოვაჩინე ესეთი. ეს მაყურებელმა, ჩემს მსმენელმა შემდეგ აუცილებლად მოვიძიებთ რა თქმა უნდა, მაგრამ ესეც საკმარისია ჭინჭარი ყველგანა. ჭინჭარი ხო ჩვენთან. რა მინდა გითხრათ კიდევ, ანუ ძირითადად გართულება აქტიურ პერიოდში იყო ფილტვებზე, ხო? ფილტვების გართულება რჩება, ეს მინდოდა მეკითხა. ხო, რჩება. ხშირ შემთხვევაში ვეკითხები კიდევაც მე პაციენტებს ჩაიტარეს თუ არა კოვიდის შემდგომ ის კვლევები, რომელიც იყო რუტინა, ეს იყო ფილტვების რენტგენი ჩვეულებით. ან დაბალდოზირებადი კატე, ხო? ხო, კი, კარგი და არ იყო საჭირო, იმაზეც რჩება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფიბროზული ცვლილებები, რაც წარმოიქმნა კოვიდის დროს ფილტვებში, ის აღარ მიდის და არის იქ. რჩება ის ჩვეულებრივად ფილტვებში და ფილტვის დაავადებების მიდრეკილებას, რა თქმა უნდა, ზრდის, ძალიან მნიშვნელოვანია. ალერგიული ფონი, როგორც ვთქვით, შესაძლოა იყოს ალერგიის. ალერგიული ფონი, აი ეს პოხიერი უჯრედების აქტივაციას, ახლა ამას სავარაუდოდ ალერგოლოგები უფრო კარგად ახსნიან და უფრო ღრმად ჩაიხედავენ ამ სისტემაში, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ თუ კი ალერგიული რეაქცია გვაქვს და თუ კი
მიდის აი ამ პოხიერი უჯრედების აქტივაცია, ხდება თავის ტვინის გარეთა გარსების შეშუპება და გვაქვს ხშირად ჩაკიკის მაგვარი თავის ტკივილები. ესე იგი უამრავი დაავადება ჩამოთვალეთ, რომელიც იგივე სიმპტომატიკა და იგივენაირად დიაგნოსტირდება და ამ დროს დაკავშირებულია პოსტ-კოვიდთან კი. ნუ პოსტ-კოვიდის დროს ძალიან გაიზარდა ენდოკრინული დაავადებების რაოდენობაც ეს არის ყველაზე უფრო მეტი რაც გამოვლინდა იყო შაქრიანი კლება და მატებასთან დაკავშირებით როგორ იმოქმედა. რა თქმა უნდა, იმოქმედა, იმიტომ რომ იმპულსური ქცევა ყოველთვის განაპირობებს დიეტის დარღვევას, ეს ერთი და მეორეც ერთი შემაერთებელი ქსოვილი სტრუქტურულმა ცვლილებებმა უკვე შეიძლება ცხიმის ხარჯზე არა, მაგრამ სითხის ხარჯზე გაზარდოს წონა. ნუ შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებიც ძალიან გაიზარდა, ეს არის რევმატოიდული ჯგუფის გართულებები და ყველაზე ცუდი რაც გააკეთა, იცით როგორი რაღაცა ხდება, სისხლძარღვის კედლის დაზიანება ხდება ორივე მხრიდან. როგორც გარედან ფიბროზი, ასევე შიგნიდან ამილოიდის ამოფენა. და თვითონ სისხლის ფორმულაში? სისხლის ფორმულაში, ჩვეულებრივ როცა სისხლის ფორმულას გავაკეთებ, შეიძლება არც არაფერი არ ჩანდეს. მაგრამ, როდესაც უფრო ღრმად მივდივართ, ეს შეიძლება იყოს შრატის რკინა, იყოს ფერიტინი, რომელიც არის ძირითადი კომპონენტი, რომ გადაიტანოს ჟანგბადი ერითროციტმა, არ არის. დაბალია. და ამის გამო რა თქმა უნდა, შეიძლება დაბალია. რკინა, ხო, ჰემოგლობინი შეიძლება დაცურავდეს, მაგრამ თუ შიგნით რკინის აქტიური ცენტრი არ არის, არ იკავებს ის ჟანგბადს და არ გადააქვს, არ გადმოაქვს. და სხვათა შორის სახეცვლილი ფორმით ახლა არსებული გრიპები ეს ჩემი ვარაუდია, შეიძლება არის ის ფორმა კოვიდის, რომელმაც უკვე დაკარგა თავისი სიძლიერე და როგორც პატარა რინოვირუსი ესე გადაგვაქვს, ან ისიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ორგანიზმში რა გენეტიკური მასალაც დატოვა ვირუსმა, იმის ხელახალ აქტივაციას აკეთებს. შესაძლოა, ამიტომაც რომ მოდის პაციენტი, ახლა უამრავი პაციენტი გვყავს, ჩვენ გვაქვს საშუალება განყოფილებაში, რომ განსაზღვროთ სისხლიდან პირდაპირ ჰემოგლობინის სხვადასხვა ფრაქციები, დაჟანგული, დაუჟანგავი, ნახშირორჟანგთან შეერთებული, ციანიდთან შეერთებული და ასე შემდგომ. ეს ფრაქციები და განსაზღვროთ ვენური სისხლის მარკერები, აი როგორ არის და აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში არის ეს დაქვეითებული ჟანგბადის სატურაცია, მომატებულია CO2-ის კონცენტრაცია, გაზრდილია სისხლში ისეთი ჰემოგლობინის კონცენტრაცია, რომელიც უნდა გაწმინდოს ღვიძლმა ერთ გავლაზე. მაგრამ სავარაუდოდ იმდენად ფერმენტულად დატვირთულია ღვიძლი, რომ ბოლომდე გაწმენდა ვერ ხდება. და შესაბამისად ის უკვე ქსოვილოვან ჰიპოქსიას იწვევს, ანუ ანემიის ის ფორმა, რომელიც შეიძლება ასე ჩვეულებრივი ექიმისათვის, რომელიც არ არის ჰემატოლოგი და უფრო ღრმად არ არის ჩახედული, ამაში ვერც მიხვდეს რომ არის აქ ცვლილება. და პაციენტი, ხა ჩვენთან ძირითადად ამას ვაკავშირებ რასთან, როდესაც პაციენტი მოდის გაბრუებით, წონასწორობის კარგვით, ყურში შვილით, სისუსტით, ძილიანობით, მეხსიერების დაქვეითებით. ხო, ნუ ფერფრთალი რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენ ფერუმარულის მემეს მაგით ვერ მიმსჯელებთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში უკვე უფრო დაწვრილებით კვლევებს ვაკეთებინებ პაციენტს. რომ შემდგომი კიდე რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ფორმულის ცვლილება, ეს არის ბეჭდგუფის ვიტამინების დეფიციტი, რომელიც კოვიდის შემდგომ წამოვიდა. B1, B6, B12, აი ამათი დეფიციტი, იმიტომ რომ ნაწლავის ფლორა, აი როგორც კოჟარის ბაქტერია თუ არა აქვს მცენარეს, ის ვერ გარდაქმნის ნივთიერებებს და ვერ ასევე ჩვენ ის ბაქტერია გვჭირდება იმისთვის, რომ მიღებული საჭმელი გარდაქმნას იმ ფორმად, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. მაგრამ გემოსი და ყნოსვის შეცვლა ბევრი ადამიანის
ესე ვთქვათ, არჩევითობა საჭმლისადმი შეცვალა და ძალიან ხშირად ისინი საერთოდ უმეტესობა ხორციან საკვებს აღარც ეტანებიან. ის კი არა, ზოგჯერ ხორციან საკვებს ძალიან ხანგრძლივ მანძილზე, დროის მანძილზე ქონდა რაღაც სპეციფიური გემოც, რომელსაც სხვა სუბიექტურ შეგრძნებებს იწვევდა პაციენტში და პირადად სხვათა შორის არც ისე არ მიყვარდა ხორცი და ეხლა საერთოდ ჭამა არ შემიძლია, ასე ვთქვათ. ხორციანი საკვები არის ძირითადი წყარო B12 ვიტამინის. ხომ და სისხლის ჰემოგლობინის ძალიან ბევრი ცილოვანი სტრუქტურის. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი მიზეზი ხდება იმისა, არის მოსაზრებები ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, დაუბრუნდეთ აუცილებლად B12-ს, ძალიან ისეთი საჭირო ნივთიერებაა ჩვენი ორგანიზმისთვის. არის მოსაზრება, რომ სიმსივნეების რიცხვმა იმატა ისეთ ადამიანებში, ვინც COVID-ი გადაიტანა. ეხლა ხან კითხულობდი სწორედ ის და ძირითადად რა სიმსივნეებია თუ არის რამე ესეთი? რა თქმა უნდა, სხვადასხვა ჯგუფის სიმსივნეებია და სწორედ გუშინ წავიკითხა ერთ-ერთი წერილი თურქეთში მოღვაწე ქართველი ექიმისა, რომელიც გაოცებული იმდენი რაოდენობა სიმსივნე წამოვიდა უკვე ჩვენთან სამკურნალოდ, რომ რაღაცა ხდება თქვენთანო საგანგაშო, ესე პირდაპირ წელს თავის წერილში და თვითონ სიმსივნის უჯრედი თავისთავად, თუ უფრო ხალხურად რო ავხსნათ, გამრავლება მისი ხდება აერობულ პირობებში, ანუ ჟანგბადის ნაკლებად მოიხმარს ამ დროს ის ყოველთვის დნმ-ის და რნმ-ის მასალას, უჯრედის გაყოფისთვის საჭირო ბიოქიმიურ მასალას აპროდუცირებს. და შესაბამისად, ადრეც იყო კიდევაც კვლევები, რომ ჟანგბადი თვითონ სისხლში წასულიყო, სისხლი ჟანგბადით გაემდიდრებინათ და ადგილობრივადაც გაემდიდრებინათ, როგორმე ჟანგბადის მოხმარება ფერმენტულია და ასე მექანიკურად ის უჯრედში არ შედის. მაგრამ მიზანი ამისი რა იყო, რომ უჯრედი, რომელიც იწყებს ჟანგბადის სუნთქვას, ის დიფერენცირებას ამთავრებს, მაღალ დიფერენცირებულია და აღარ ხდება იმისი გაყოფა და სიმსივნურ პროცესში გარდაქმნა. მე ხვდით და მაგრამ როდესაც მე სისხლში არც B12 მაქვს, არც რკინა მაქვს, არც ჰემოგლობინი მაქვს, ჟანგბადის შესაბამისად ნაკლები მაქვს და არის რისკი, რომ განვითარდეს რაიმე სიმსივნური პროცესი, უმეტეს თუ არის რამე გენეტიკური განწყობა, ან მიტრებინება, ან რამე და პლუს ამას თუ კი უჯრედებს შორის შემაერთებელი ქსოვილი არის დაზიანებული და ის მექანიკურ ბარიერის როლსაც ვეღარ ასრულებს. ამიტომაც სიმსივნეები ძალიან ბევრი წამოვიდა, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, სწორი მოსაზრება ყოფილა, იმიტომ რომ მეც ბევრი ნაშრომი წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ გამოიწვია საკმაოდ სიმსივნეების ზრდა. როგორც ერთ-ერთი გართულება, ანუ კი, რა თქმა უნდა, ეს ამაზე ალბათ ონკოლოგებმა უფრო უნდა ილაპარაკონ და უფრო დაწვრილებით არიან ჩახედული. ხა ნევროლოგებს რა შეგვიძლია გითხრათ კიდევ, ეს ჩატარდა კვლევები, რომელიც რა თქმა უნდა, ხა ჩვენ პოპულაციაში ძალიან პატარაა და ამითი ვერ ვიმსჯელებთ. მაგრამ როდესაც სხვა დიდი ქვეყნები შესაძლებლობები კვლევების ვისაც მეტი აქ ჩაატარეს, აღმოჩნდა რომ რაღაც 80%-ით გაიზარდა მეხსიერების მკვეთრი გაუარესების რიცხვი 65 წელზე მეტ მოსახლეობაში COVID-ის შემდგომ. და ეს უკვე კატასტროფა პროცესებით იყო განპირობებული, რომელიც გამოიწვია და რკინის დეფიციტი იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, B12-ის დეფიციტი იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, ჰემატოენცეფალური ბარიერის გამლადობა და რკინის ჩალაგება ნერვულ ქსოვილში იწვევს, მიკროგლიის აქტივაცია იწვევს. მოხდით, უამრავი რამ არის გენეტიკურ დონეზეც აირია და აირია ნერვული ქსოვილი, რომელიც იწვევდა იქ მეხსიერების გაუარესებას. ჩვენ ჩამოვთვალეთ თითქმის ყველა ორგანო,
სადაც პოსტკოვიდურმა გართულებებმა სერიოზული დაავადებები წარმოშვა, რომელსაც უნდა შემდგომ სერიოზული მკურნალობა. ბოლომდე კიდევ არ გვითქვამს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბევრი. ფიქრობდა, ან თავის ტვინი თქვით, რომ ნუ ძალიან სერიოზული, ხო, ფილტვები, ნუ თავის ცხადია, თქვით, რომ ფიბროზი რჩება და ხო, ან ნაწლავების დაავადებები, თქვით, ალერგიული რეაქციები, თქვით, ავტოიმუნური დაავადებები, თქვით, სიმსივნური დაავადებები, თქვით. გავაგრძელოთ. სისხლძარღვები, ეხლა ცოტა შევეხები, კიდევ კი ვთქვით, მაგრამ სისხლძარღვებსაც შევეხები ცოტათი მაინც, იმიტომ რომ ეს ფიბროზი მიდის როგორც სისხლძარღვის გარე კედელზე, ასევე მიდის ამილოიდის ჩალაგება სისხლძარღვის შიდა კედელზე. და ქსოვილებში და საიდან წამოვიდა ეს ამხელა რაოდენობა ამილოიდოზი და ამას ეძახდნენ თეთრ თრომბებს, ასე ვთქვათ და აჭრელებული არის ჩვენი ეს რა ქვია მასმედია და ეს ინტერნეტ სივრცეები, სულ ასეთი ვიდეოებით ეს გამოიწვია აცრამ, ეს გამოიწვია იმან, ეს გამოიწვია ამან. არა მარტო ამ პროცესებმა, მაგრამ თვითონ ავტოიმუნურმა დაავადებებმა, რომელიც ასე იფეთქა ორგანიზმში კოვიდის გადატანის შემდგომ, მოგვცა ეს პროცესი. ეს არის საკმაოდ რთული და ამაზე უკვე ძალიან დიდი ინტენსივობით დაიწყეს საუბარი. როდესაც ხდება სისხლძარღვის კედლის როგორც გარედან, ისე შიგნიდან გაქვეშვა. გვაძლევს თირკმლის ძალიან სერიოზულ დაავადებებს, გვაძლევს სისხლძარღვების პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანებებს, რომელიც უკვე მგრძნობელობის და ნეიროპათიის და პირველი რასაც აზიანებს, ყველაზე წვრილი სისხლძარღვი აქვს ნერვს. ხედავთ, ყველაზე პირველი ამას გძნობს ნერვული ქსოვილი. ნერვული სისტემის ხრივ, ამიტომაც არის ყველაზე მეტი გართულება. ყველაზე და ისეთი ტიპის ტკივილები წვა, ქავილი და ისეთი წამოიღო, რომელსაც ვერ ხსნიან, საიდან წამოვიდა. ეს და რა. ეხა ხან წამოვიდა კიდევ კვლევები, რომელსაც აკავშირებენ ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნურ პროცესთან, ტრანსთირეტინთან, რომლის ანტისხეულები სწორედ იწვევს ძალიან ბევრი შემაერთებელი ქსოვლის ასეთ გაზრდას, აი უფრო გასქელებას. და არის ესეთი ნევროლოგიური სინდრომები, მაჯის არხის სინდრომი, იდაყვის არხის სინდრომი, როდესაც ნერვი რომ გამოძვრება, აქ არის არხები და აქ არის არხები, ესეთი ფიბროზული არხები, რომელშიც მოძვრება ნერვი და მოდის. ეს არხი როცა შეშუქდა და გასქელდა, დააწვა, კომპრესია გამოიწვია და გამოიწვია ტკივილის სინდრომი, გამოიწვია ძალის დაქვეითება, გამოიწვია დაბუჟება. ხო, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ სამკურნალო საშუალებები გვაქვს ადგილობრივად, თუ ძალიან გაიზარდა ეს და ძალიან უფრო სქელი გახდა, ოპერაციული მიკროოპერაცია, ახლა ეს გადაუწყვეტელი არ არის არაფერი და შეიძლება ნევროლოგმაც და თვითონ პაციენტმაც იფიქროს, რომ ეს შეიძლება არაფერიც არ არის ისეთი სერიოზული, უბრალოდ მძიმე აფწიე, ცოტა დავტვირთე, ცოტა მეტი ეს ძალა დაადგა ამ კუნთებს და ამიტომაც მოხდა. სინამდვილეში ხო, ეს არის წინაპირობა ისეთი დაავადებების, რომლებიც უკვე აი ამ ფიბროზული ქსოვილის და ამილოიდის ჩალაგებას იწვევს სხვადასხვა ორგანოებში და მათ შორის ყველაზე რთული რაც არის გულში. ეს შეიძლება იყოს წელს და 15 წლის შემდგომ წამოვიდეს მიოპათია გულის. ანუ გულის კუნთი გაიბეროს იმ ფიბროზული ქსოვილის ჩანაცვლებით გულის კუნთის ნაცვლად. ახლა გულის კუნთის მიოპათიები ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი უიმედო ხო, გულის გადანერგვის გარდა ანუ ყველაზე რთული სამკარნო არ არის. ამიტომაც ესეც უკვე ექიმის თვალთახედვით მოითხოვს გადახედვას, დიაგნოზისაც და პაციენტის გაფრთხილებასაც, რომ აი რამოდენიმე წლის მერე კიდე შეიძლება დამჭირდეს რაღაც ანალიზის გაკეთება. დამჭირდეს ამ ანტისხეულების გაკეთება. საბედნიეროდ ჩვენთან კეთდება ეს ანალიზი ტრანსთირეტინის ანტისხეულების, რომელიც შეიძლება გადაკონტროლდეს და გადამოწმდეს. კი ბატონო, მივამატეთ გული, მივამატეთ ძვლები, ძლოვანი ქსოვილი,
ხო, ფაქტიურად მთლიანი ორგანიზმი. ხო, ძალიან გთხოვთ ჩვენს მსმენელს მინევთ ხოლო თუ თქვენ გადაიტანეთ COVID-ი და შემდგომ რაიმე დაავადება ან ჩივილები წარმოგექნათ, შესაძლოა ეს იყოს პოსტკოვიდური გართულება და ამას სჭირდებოდეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სპეციალისტის, არამედ რამდენიმე ექიმის ჩართულობა და ძალიან სერიოზული დიაგნოსტიკა, ამიტომ მიმართეთ აუცილებლად ექიმის კვალიფიციურს. გავაგრძელოთ კიდევ თუ გვაქვს რამე სათქმელი. სათქმელი ის გვაქვს რომ რა თქმა უნდა, მხედველობა რა თქმა უნდა, მხედველობას, მენას, დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება, ეს არის ნერვული ქსოვილის შემდგომი გაგრძელება, რა თქმა უნდა და როგორც აღნიშნე მე, ყველაზე წვრილი კაპილარი ნერვის ირგვლივ გადის. რომელიც ფაქტიურად თმის ღერზე ბევრად უფრო წვრილია და რომელშიც თუ კი უნდა გაძვრეს ერითროციტი, უნდა ორჯერ სამჯერ გაიწელოს სიგრძეში და დაპატარავდეს. ხვდით, ანუ მისი სიგანე უნდა შემცირდეს ძალიანაც. და ამიტომაც ნერვული ქსოვილი ყველაზე მოწყვლადი არის ესეთი მდგომარეობების შემდგომ და COVID-ის შემდგომ. რა თქმა უნდა, მხედველობის უამრავი პრობლემას ამას ოფთალმოლოგები იტყვენ, მაგრამ ჩემთან მოდის პაციენტები ყურის შვილით, სმენის დაქვეითებით, შუაყურის პროცესებით. შუაყურის პროცესები შეიძლება არა, ეს არის ნერვის დაზიანება, როდესაც ნერვში უკვე გამტარებლობა დაირღვევა ისე, რომ იმისი აღდგენა უკვე ძალიან რთულია. მეხსიერების პროცესების ზემოქმედება და არა მარტო მეხსიერების პროცესებზე ზემოქმედება გამოიწვია თვითონ მემბრანის გარშებში არსებულმა ცვლილებებმა. ის თუ მარტივად პაციენტისთვის გასაგებენაზე და მოსახლეობისთვის გასაგებენაზე რო ვთქვათ, უჯრედი ყველა მიცის რო არის დიდი ბურთივით და მას აქვს ორი ცხიმოვანი შრე. და შიგნით არის, რა თქმა უნდა, ესე ჩამჯდარი რეცეპტორები. რეცეპტორები ეს არის ის ნაწილები უჯრედის, რომელსაც ინფორმაცია გარედან შიგნით გადააქვს, ან შიგნიდან გარედან. თუ სასიგნალო უჯრედები არის. მაგრამ ეს არის ცილის დიდი სტრუქტურა და ცხიმში ახლა გვიცდია ჩვენ ხო რაღაცა ასე გავაჩეროთ ღრმად რთულია ხო არ ჩერდება იმისათვის რომ ზედაპირმა უჯრედის ზედაპირზე დავიჭიროთ ჩვენ ცილის ესეთი დიდი მოლეკულები ჩვენ გვჭირდება რომ მემბრანის შიგნით ამ მხარეს იყოს უარყოფითად დამუხტული ეს რა ქვია ცხიმოვანი მოლეკულები ეს ცხიმოვანი მოლეკულები ძალიან მნიშვნელოვანია რეცეპტორული სისტემის დასამაგრებლად და იმუნური პასუხისთვის. იმუნურ პასუხში როგორ მონაწილეობს? როდესაც უჯრედმა გადაყლაპა რაღაცა, ან უჯრედში შეიჭრა ბაქტერია ან ვირუსი, უჯრედი ცდილობს, რომ მას გარედან გაუკეთოს ეს ცხიმოვანი გარსი და გამოტყორცნოს გარეთ, რომ გარეთ უკვე მაკროფაგმა შეჭამოს ეს და მოინელოს. მაგრამ როდესაც გამოტყორცნას აკეთებს, შესაბამისად ამ უარყოფითად დამუხტულ ცხიმის მოლეკულებს გარედან უკეთებს ამ ვეზიკულს. იმიტომ რომ ის უკვე ძალიან მარტივია მაკროფაგისთვის, რომ ელექტრული მუხტის მიხედვით ამოიცნოს რა არის და მიებას მასე ჩაიჭიროს და მოინელოს. მაგრამ ეს იწევს გამოფიტვას, აი ამ ცხიმოვანი შრის გამოფიტვას უჯრედის შიგნით. შესაბამისად აი ამ რეცეპტორულ სისტემას უმთლიანად ურევს. გააჩნია ინტენსივობას. და ამიტომაც თუ კი კოვიდამდე მე ვიძახდი რომ ომეგა-3 ეს არ არის წამალი ახლა უკვე მე უკამი მაქვს ეს სიტყვები და ომეგა-3-ის ის ფრაქციები რომლებიც აი ფოსფატიდილსერინს ინოზიტოლს შეიცავს რომელიც აი სწორედ ამ 3-6 ხო რომელიც აი ის ფოსფოლიპიდებია რომელიც სწორედ უარყოფითად დამუხტულია და ამას შეავსებს ამას უკვე ვეუბნები რომ მნიშვნელოვანია თქვენი მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანია მხედველობისთვის მნიშვნელოვანია სასიგნალო სისტემისთვის ხდით
ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კი ამას გაითვალისწინებენ, ესეც ძალიან მარტივი შესავსებია ორგანიზმში. ძალიან კარგი. კიდევ მინდა რეპროდუქციულ სისტემაზე თუ იმოქმედა შვილოსნობაზე. რეპროდუქციულ სისტემაზე სწორედ ამანი მოქმედა, რომ თუ ეს ფოსფატიდილსერი თუ კი ერთ ცილას და იმას ჩაიჭერს უჯრედში წებება ხდება სწორედ აი ამ მექანიზმით. ასე ვთქვათ, წებავი ნივთიერება, რომ ჩაჯდეს საშვილოსნოს ხაოებში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და მერე მოხდეს მისი განვითარება. თუ ეს ადგეზიური ნივთიერება არ არის და არ მოხდა ამისი შეწებება, ასეთ შემთხვევაში ეს ჩამოიფრცხნება და აღარაფერი აღარ მოხდება ნაყოფის განვითარება, იმიტომ რომ მას საკვები უნდა მიიღოს ნაყოფი. ის ამიტომაც იწვევს უშვილობებს ახლა ამ მექანიზმითაც იწვევს, თუმცა ცენტრალურადაც მნიშვნელოვნად აირია ის რომ მალუთენიზირებელი და ჰორმონები და ფოლიკულმა სტიმულირებელი ჰორმონს გამოყოფს თავის ტვინი. სწორედ ის ძალიან პატარა ნაწილი თავის ტვინის, რომელიც ამ ვეგეტატიურ და ემოციურ სფეროზე მიბმული სწორედაც და იმის ქვემოდან ზემოთ მოწესრიგება არ ხდება. ის ზემოდან ქვემოთ უნდა დარეგულირდეს და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა გინეკოლოგები არის ხშირად როდესაც გვიგზავნიან პაციენტს რომ ეს ჩვენი მხარე აქ დარეგულირებულია და მოგვეხმარეთ ამაში და ეს ძალიან მარტივად როგორ შემიძლია ცითაი სიტენაზე ახსნა რომ ხო ყოფილა წყვილი რომელსაც დიდი ხნის მანძილზე არ ყოლია შვილი და როგორც კი აიყვანენ შვილს და მერე ხდება დაურსულება. რატომ? იმიტომ რომ გუნება განწყობა, ხალისი, ხასიათი, დამოკიდებულება, როდესაც იწვლება, ხო, რა თქმა უნდა, იქ უკვე აი ეს შფოთვითი აშლილობა და ნევროზული ჩივილები, როდესაც იკლებს, ეს ჰორმონალური ღერძიც რეგულირდება. ხო. მაგრამ ჩვენ ახლა მედიკამენტოზურად თუ საჭიროა ჩავერევით და დავამატებთ. ამიტომაც უშვილობას ანტისხეულების ჭარბი გამოყოფაც მათ გამოიწვია და სიძაღლოვანი სტრუქტურების შეცვლამაც, ინსულინ რეზისტენტობის მომატებამაც, რომელმაც პოლიკისტოზი იცის, ასე რომ სამუშაოს ძალიან ბევრ ექიმს გაცილებით მეტი აქვს ვიდრე მანალკოვიდან. და ღვიძლის მიმართულებით რა ხდება? ღვიძლის მიმართულებით, ახლა ღვიძლის მიმართულებით ჩემი კონკრეტულად ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეგ ფერმენტული აქტივობები შეიცვალა კიდევაც და ღვიძლის ფუნქცია რო გადაამუშაოს ცხიმოვანი, ანუ ცხიმები ესეც შეიცვალა. მისი დეტოქსიკაციური ფუნქცია მეტად დაიტვირთა. თუმცა ღვიძლიც ისეთივე მძლავრი ორგანოა, როგორც თავის ტვინი და თუ ის საშუალებას მიცემს დიდი რეგენერაციის უნარით. ხო, დიდი რეგენერაციის უნარით და ამიტომ ღვიძლმა მაინც თავისთავი მეტაკლებად შეინარჩუნა, თუმცა ამაზე პასუხს ალბათ უფრო გასტროენტეროლოგი გვეტყვის. კი ბატონო, გასაგებია, მე ჩვენ ახლა როგორც ვისაუბრეთ, ყველა ორგანოს მიმართულებით შესაძლოა იყოს დარჩენილი რაღაც დაზიანებები, ასე ვთქვათ, პოსტკოვიდური გართულებები. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს. მაგრამ თუ მაგალითად რამისთი გამოხატული ჩივილები არ არის, გადავიტანე ქონდა კოვიდი და განსაკუთრებით ჯანმრთელობას არ ვუჩივით, რაიმე რჩევებს ხომ არ მოგცემდით? მოგცემდით აუცილებლად, იმიტომ რომ არის გარკვეული სკრინინგები, რომელიც ითვლება რუტინად და რომელიც აუცილებელია გარკვეულ ასაკში. იმიტომ არის ეს სკრინინგული კვლევები, რომ პაციენტს შეიძლება აბსოლუტურად სუბიექტური შეგრძნება არ კონდეს, რომ რაღაცა დაავადება მიდის. ამიტომ ის რაც მოწოდებულია ქალისთვისაც, მამაკაცისთვისაც 40 წლის ზემოთ რა სკრინინგიც არსებობს, თუ არაფერი არ გვაწუხებს, მაინც ჩავიტაროთ ეს სკრინინგი და იმ ასაკამდე თუ კი არა ვართ და უფრო პატარა ასაკი ვართ, წელიწადში ერთხელ მაინც სისხლის საერთო შარდის საერთო ანალიზი და ერთი კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რომ რაიმე სხვა დაავადება არ გამოგრჩეს, შეიძლება იყოს ზოგადად სკრინინგთან დაკავშირებით რაღაცა სტიგმა, შიში არის ჩვენს მოსახლეობაში.
თითქოს ჰიპერდიაგნოსტიკა, ხო, რაღაცა ხო, მაგრამ მაინც ჯობია ჰიპერდიაგნოსტიკა იყოს, ცოტა შეგვაშინონ და ცოტა მეტი დაუთმოთ ჩვენ ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, თუ რამე დაავადება, რამე პათოლოგია არის, რისთვისაც ამ სკრინინგს ვიტარებთ, ბევრად უფრო ეფექტურია მკურნალობა, რაც უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ. თითქმის სრულად ხდება ხოლმე გამოჯანმრთელება, გააჩნია რა დაავადება და სამკურნალოდაც უფრო კარგი პროგნოზი კარგია და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც თითქმის არ მოქმედებს. განსხვავებით შორს წასული შემთხვევებისგან, ხო, როცა უკვე დაგვიანებულია დიაგნოსტიკა და უკვე არის კლინიკა, სიმპტომატიკა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სკრინინგი ძირითადად არის იმისთვის, რომ სიმსივნური დაავადებები არ გამოგვეპაროს, დანარჩენს ყველაფერს მოულით. ბატონო. ასე რომ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ გავიაროთ ეს სკრინინგი რა უნდა. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ხამბატონო ანა ძალიან ბევრ სიმპტომზე და ჩვენ ბევრი მსმენელი ალბათ აღმოაჩენს თავის თავს იმ სიმპტომატიკას, რაც ჩამოვთვალეთ. და პირველ რიგში თქვენ როგორ თვლით, ოჯახის ექიმთან უნდა მოხდეს მიმართვა, თუ შეგვიძლია პირდაპირ ნევროლოგს მიმართოთ, იმიტომ რომ ძირითადად ყველაფერი ნევროლოგიიდან მოდის რაც ჩამოვთვალეთ. ხო, მე რაც ჩამოვთვალე, მე ჩემი სპეციალობა ნევროლოგია, რა თქმა უნდა, გვირჩევნია რომ პირველ რიგში ნევროლოგთან მოვიდეს, თუ კი არის თავის ტკივილი, თუ კი არის დაბუჟება, თავბრუსხვევა, წონასწორობის გარქვა, მაგრამ ნევროლოგიც იქ უკვე იკვლევს, ეს ხომ არ არის გულისბრალი ხო? ჩართავს ნევროლოგი იმ სპეციალისტს, რომელსაც ჩათვლის საჭირო დამატებითი კვლევები საჩიელება გაკეთდეს და ერთობლივად მოხდება ეფექტური მკურნალობის დანიშვნა. ხო, ყოველ შემთხვევაში მიმართულებას მაინც მისცემ პაციენტს, რომ შენ უნდა წახვიდე ენდოკრინოლოგთან, უნდა წახვიდე ჰემატოლოგთან, უნდა წახვიდე რევმატოლოგთან, უნდა წახვიდე, ანუ თუ კი გამორიცხა თავისი დაავადებები ან დააკავშირა სიმპტომები, რაც ჩამოვთვალეთ, ყველაფერი იგივე ქცევის შეცვლა, უძილობა, გულებაგანწყობილების ცვლა და ასე შემდეგ, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ. თქვენ ხომ არ დაამატებდით რამეს თქმა ხომ არ გინდათ კიდევ ან რჩევის ან რეკომენდაციის სახით პოსტკოვიდურ გართულებებს გულისხმობ ამ შემთხვევაში რასმეს თუ ურჩევდით ჩვენს მსმენელს. ნუ იმისათვის რომ ზოგადად მაინც შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა თუ არაფერი სხვა ჩივილი არ აგვაქვს შეიძლება ისეთი პროფილაქტიკური მედიკამენტები მივიღოთ რომელიც არ არის ქიმიური და არის ბალახეული არის ბიოდანამატები რა თქმა უნდა იქ თუ კი იქნა ბეჭდგუფის ვიტამინი კარგია იქ თუ კი იქნა ომეგა-3 კარგია იქ თუ კი იქნა D ვიტამინი კალციუმი კარგია ეს ყველაფერი ნიაცინის დეფიციტი წამოვიდა ამიტომ პოლივიტამინები საკმაოდ კარგია კვების რაცია სეზონურად აქვს მნიშვნელობა რა დროს მივიღებთ ამას საერთოდ არა სისტემატიურად გარკვეული მარტო გარკვეული ჯგუფი გვჭირდება მაგრამ სეზონურადაც შეიძლება მეორეც ერთი მე დავამატებდი იმას რომ ძალიან ხშირად ჩემთან როდესაც მოხდა პაციენტი ხშირად მოხდა ამ ბოლო პერიოდში მგზავრობის შემდგომ გადატანილი მცირე ვირუსული ინფექციის შემდგომ როდესაც გამწოვდა, იმიტომ რომ თვითმფრინავითი მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდ რისკ ჯგუფი არის ვირუსული ინფექციის გადადების. აი, იქ არც პირბადეგი შველით და არც არაფერი ამდაგვარი. ხო, თუ ძალიან აუცილებელია, ჯობია რომ თავი ავარიდოთ ასეთი პანდემია, ანუ ესეთი პერიოდის დროს თვითმფრინავით მგზავრობას და თუ მაინც მგზავრობთ, ზოგადად არის ფუტკრის რძე და დინდგელი, სხვადასხვა სახელწოდებით შემოსული, ნიორის ზეთი, ნივრის ტაბლეტები, C ვიტამინის შუშხუნა, თუთიასთან ერთად, თუ თუთია კუჭს გვიღიზიანებს და რაღაცა, შეიძლება ტაბლეტირებული იყოს, შეიძლება ინტრავენური იყოს, აი რაღაცა ისეთი ზოგადად იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ესეც ომეგა-3-იც ძალიან კარგია, ომეგა-3 D ვიტამინთან კიდევ უფრო უკეთესია შეწოვისათვის. აი ესე დანარჩენი რა თქმა უნდა ჯობია ექიმა გადაწყვიტოს. მე აი ერთი ეს იყო რომელიც გამოგვრჩა ის რომ შემდედებელ სისტემაზე იმოქმედა ძალიან და კოვიდის შემდგომ აღმოჩნდა ისე რომ პაციენტებს რომ იყო მომატებული შემდედებელი სისტემის ფუნქციები, იყო მომატებული ეს ფიბრინოგენი, პროთრომბინი და იყო და ჩატარდა მკურნალობა და იყო რაღაცა დროის შემდგომ ისევ დაიწყო ამან მატება.
ამიტომ რაღაცა აი ეს თუნდაც პროთრომბინი, რომელიც ყველაზე მეტ რისკ ჯგუფში ადგენს, კოაგულოგრამა წელიწადში ერთხელ გადავაკონტროლოთ სისხლის საერთოსთან ერთად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთან ერთად. აი პროთრომბინის გადაკონტროლებისთვის თქვა, შემადიდებელი სისტემის რამე კონკრეტული ასაკისთვის გეკნებათ რეკომენდაცია თუ პატარებშიც ნახეთ სამწუხაროდ. ამიტომ ჯობია რომ გადაკონტროლდეს. უბრალოდ მერე ინტერპრეტაცია ჯობია თვითონ პაციენტმა არ აკეთოს ამისი თუ ნახა რომ იქ არის მომატებული, იმიტომ რომ ბევრმა იცის რომ პროთრომბინი თუ მაღალია, მწუთასვე ასპირინს ან კარდიომაგნიელს დაიწყებს. შეიძლება ის იყოს დამცველობითი აწევა რაღაცა სისხლდენის ან რაღაცა ესეთი ის გამო და ჩარევა არ ჭირდებოდეს. ამიტომ რა თქმა უნდა თუ რამეს აღმოაჩენთ უკვე ჯობია ექიპს ვიმართოთ. ჩვენ კიდე მე დამოვიწყდა კითხვა კიდე შაქრიანმა დიაბეტმაც იმატა კოვიდის შემდეგ. ძალიან იმატა შაქრიანმა დიაბეტმა. დღეს მაგალითად 3 პაციენტი იყო, რომელიც ნევროლოგიური ჩივილებით მოვიდა და როდესაც გავაკეთეთ ჩვენ რუტინული კვლევები, რაც ახლა ჩვეულებრივად კეთდება, აღმოჩნდა რომ გლიკემია დარღვეული იყო და ასეთ შემთხვევაში გადავამისამართე ენდოკრინოლოგთან, იქ ჩატარდა გამოკვლევები და იყო პაციენტი, სადაც არც ერთი პარამეტრი ნორმაში არ იყო, არც ღვიძლის, არც მთირკმლის, არც სისხლის და ამ დროს ნევროლოგიური ჩივილებით იყო ჩემთან მოსული. თუ კი რამოდენიმე წლის წინ კოვიდამდე ამდენ კვლევას არ დაუნიშნავდი პაციენტს და ძალიან მინიმალური ჩემოვისაზღვრებოდი, ეხლა ვცდილობ რომ არ გამომრჩეს მე არაფერი. მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი მიდგომაა, ჯობია კვლევები გავაკეთოთ და ზუსტად ვიცოდეთ ორგანიზმის მდგომარეობა, ვიდრე რამე რუტინული კვლევის გამო გამოგჩეს რაღაცა ისეთი სერიოზული სიმპტომი, რომელიც შემდგომ დამისით გართულებას მოგცემს, რომ სანონებელი გავიხდება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ამომწურავად უპასუხეთ ყველა ჩვენს კითხვას. თუ კითხვები ექნება ჩვენს მსმენელს, ველოდებით კომენტარებში და მადლობა რომ გვიყურეთ. კარგად გრძელდებოდეთ.